დღეს ჩვენი სტუმრობა ანშლაგის გარეშე არ ჩაივლის, რადგან ჩვენი სტუმრები არიან მსახიობების ოჯახი. გთხოვთ მივესალმოთ ალიკო მახარობლიშვილი, თამარ ადამია და ეკა მახარობლიშვილი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს სტუმრად მახარობლიშვილების დასი გვეწვია. ცირკში როა რაღაცა ოჯახი. არა, ვუგრი მოების ოჯახი რაღაცა. საქმე ვატყობ, საქმეში ნაკლები ჩართულობა იქნება, ჩემი საჭირო, შეგიძლიათ განაგზოთ, არ მოგერიდოთ. პირველ რიგში გვინდა რომ ცოტა მაყურებელს ბოდიში მოვუხადოთ, იმიტომ რომ ყოველ დღე რაღაცა ისეთ აემთხვა, რომ ყველა არხზე, ყველა გადაცემაში ვარ და ძალიან გვერიდება უკვე და გგონია რომ მაყურებელს თავი მოვაბეზრეთ. არ შეგვაგინოთ. შეგინებით არა, მაგრამ დაგვიფშტენენ მაინც ხანდახან. ნუ მაშინ რომ არ ინერვიულოთ, აი ასეთი კარგი სტუმრები ყავდა, მახარობლიშვილები გემში დიდი მადლობა. არ დაგვიფშტენეთ. არა, არავითარ შემთხვევაში, თან ახლა ფაქტიურად დღეს ერთმოქმედებიანი კომედიის შესასრულებლად ხართ მოსულები, ჩათვალეთ. ნახოთ. ეს ეჭვმეპარება, მაგრამ რა ვიცი. ნუ ერთმოქმედებიანი იქნება, რაც თავარი. ხელი ხომიდებს კარგად ამაგიდეს. შენთანაც ვარ და აქეთაც. ხო, კი ბატონო, რა ვიცი, აქ ვაფრთხილებთ ხოლმე სტუმრებს, რომ დიდად დაეყრდნობით ხამაბავს, მაგრამ არა, უცებ თქვენთვის შეიძლება როგორც ვიცით, თქვენ თეატრში გაიცანით ერთმანეთი. და რა მაინტერესებს, ერთი ნახვით შეგიყვარდათ თუ ბიზზე გამოძახება დაგჭირდათ? დავარქოთ ამას, ბევრჯერ ნახვით შემიყვარდა, ხო, მაშინ რაღაც არეული მქონდა გზა და კვალი სიყვარულების ამბებში და გასაგებია. ხო, და ნამეტანი ვარჩევდი, რა ვქნა ახლა ვის ვეტაკო და პასუხს. მე თამუნა მამა მარჩია მაშინ. მე გამოვიწიე აჰა, თქვენ გამოიწ. არა, მაგას გულისხმობდი. დიახ, ამან კი არ გამომიწვია, მე გამოვიწვიე. აჰა, კი ბატონო და იაქტიურა ამან მოკლედ. ანუ და ესე იგი ეს რომ დაიწყო მაშინ 40 წელი 41 უკვე. 41 გადასარევი ციფრია. 40 მიდის ესე იგი თქვენი აი სოლქმული ურთიერთობა თან ანტრაქტის გარეშე, ხო? კი ბატონო. ანტრაქტის ერთი წამიც არ გქონია ანტრაქტი. და ისე თქვენს ოჯახში ვინ არის რეჟისორი? ოჯახში რეჟისორები და მსახიობები არ ყავს. ოჯახში ყავს ოჯახის წევრები. ой, რა კარგია. როგორი იშვიათობა. თეატრში თუ ვართ ერთად, მაშინ ვლაპარაკობთ იქ თეატრის და რა ხდება და რეჟისორებთან და დანარჩენი ახლა კიდე სახლში რომ მივალ. კიდე როლების დაზეპირება რომ მომთხოვოს და მართალს ამბობენ მშობლები თუ? არ შემიძლია. კი, სადღაც გაიგეს, რომ ბავშვიო დამოუკიდებლად უნდა აღზარდო და გაგიზნეს სიხარულისგან და ჩაიქნიეს ხელი საერთოდ ჩვენზე. არ ვერევით ამის ხორება. მეკითხებოდი ხოლმე ზედმეტად არ ერევია. მამა მირჩიე რაღაცა როლი როგორ გავაკეთო და შენ გადასარევი პედაგოგი ყავს, იმას მოусმინეო და ეს. არა, იმდენად ცუდი სიმაგ მოგონებები ალბათ კარგი ახლა მამა, დედა და ის რომ ახსენდება სახლში კიდე მამა ჩემი რომ მოვიდა, აბა დავალება მაჩვენე შენი საშინაო ის დღიური და რა იმის მერე მამა ჩემზე ცოტა რაღაცა ამერია შტაბეშტიება ხო და ამიტომ ეგას რატო ეტყვი ხა დღიური მაჩვენე და რაღაცა ჩემი შვილები ამ გადაცემას არ უყურებენ. და თქვენ როგორც ვიცი, დიდათ ეჭვიანობით არ გამოირჩევით, ხო? როგორც ვიცი, ესე იგი სახლში ეჭვიანობის სცენები ნაკლებად იდგმება ხოლმე, ხო? არა, აი რაღაცა გამახსენე, რა დონეზე ეჭვიანი არ არის, არც მე. ვიკერავ ეხლა არ გამაგიჟვა რაღაც. ვიკერავ ჩემთვის ზედას. რო ესე მოტკეცილი უკაზე უნდა ჩავიცე ესე გაშვებული და აი აქამდე რა. ხო და ხა პრიმერ გარვიც როგორ არის ქართულად? ხო, ნუ რაც არის რა, ხო და აზომვითი აი ხო ეს ძალიან არ მიყვარს რუსული სიტყვების ხმარება, მაგრამ რაღაცა სიტყვები ხანდახან უხდები. რა, იუბკა მაგალითად და პრიმერკა, ხო და პრიმერკას უკეთებ ჩემ თავს. ხო და ეს არის არ ვაცია იუბკა ეხა, ყოველ იმის გაკეთე იუბკა სხვა რა მოვიცმევ და ხალაც გავიხდი, ამას გადავიცმევ და ესა და ამან გამომხედა იქიდან და
მიჩანს რა ნახევრად. ესა ცოტა მოკლე ხო არ არისო? ხო, ცოტა. აბა ეგონა. აბა ეგონა და კი არ მეჩხუბა. ისე რა ცოტა მოკლე ხო არ არის. მიგითითად. მიმითი. რო გეთქვა რომ არა არ არის მოკლე არ ექნებოდა პრეტენზია კი ბატონო და ეხლა ძალიან ტაქტიანი ვარ ძალიან. კი ბატონო. კი ბატონო, ესე იგი, თუ კი რამე გაქვთ მოსაყოლი კიდევ რაღაცა საინტერესო ამბებზე საუბრობდით წეღან და ეს უკვე იყო თუ ეხლა რაღაცა გინდოდათ კიდევ? მოგიყვებით. კი ბატონო, სიამოვნ ჩვენ მოგისმენთ. მე მოყვები. ალეკოს ყველას აქვს ესეთი შეხედულება, რომ როგორი საყვარელია და როგორი ბუნჩულა და რას ქვია შეხედულება მომდადი არა ვარ საყვარელი და კარგი გასო მაგრამ მაგრამ არის აში მოხდება უცებიცის ძალიან აფეთქება ძალიან და იყვირებს და მეერე გადაგევლება თან და ეხლა უნდა მოყვი ამბავი შვილი ნიკოლოზი მოიყვანა ჩვენთან მე და ეკა და ნიკოლოზი ვართ ნიკოლოზი არის 3 წლის და ეს წავიდა რაღაც თავის საქმეებზე და ჩვენ ვართობ და ნიკოლოზ ხოდა აჩემებული ყავდა აჩემებული კრის ბრაუნი ესეთი მომღერალი მოყვარდა დასარევი გემოვნება ქონდა ჩაგვართვევინებდა კომპიუტერს ეკამ ჩავრთო ის ღერის ცეკვავს და მეც ეხლა ბავშვი ხონა გავართო და ვიფიქრე ხა როლიკებს ჩავიცვამ და უფრო კარგად გავართობ მეთქი და ჩავიცი რომელი როლიკები თან ჩვენ დროს რო იყო ხრიგინები მოგიყვები მე ამიკო ხო იმიტომ რომ ეხლა რო არის იმაში მყარად გაქვს ფეხი ის უფრო რთული იყო ხო და ჩემი ბავშვობის შენახული მქონდა გამოვიტანე ესენი ჩავიცვი და ეხლა როგორი მოძრაობაა ხო გექნებათ ეგ ვიდეოები ნანახი ხელები მიწაზე უდევს და ფეხებს ესე ზემოთ იქნევს ეს კრის ბრაუნი და ჩემი ნიკოლოზი მეც რო ესე გავაკეთე და ეს როლიკებიანი ფეხი რო ავიქნიე აი ეკა იქ იყო თუ რამეს ვიტყუებოდ ხა ძალიან მაღალჭერიანი სახლი არ გვაქვს მაგრამ ჩვეულებრივი ჭერი აქვს რა აი ესე ავტრიალდი ჭერთან ესე სალტო გავაკეთე და დავეცი ესე ხელებით არაფერი არ მეთკინა გავაგრძელე ისე თამაში ნიკოლოზი ამყავს ამ ხელით მეჭირა რატომღაც ამყავს ეს მოვიდა რომ ის უნდა წაიყვანოს და მე წავიდე სპექტაკლი აქვს პირდაპირ წავა სპექტაკლზე რომ მოვიდა ეს მოუყევი იცი მეთქი როლიკები მეკეთა და ესე ამოვსრიალდი და არ მიაქცია მაყურებელობა მეც არაფერი არ მდგება წაიყვანა ბავშვი და დავჭი მარტო ხო და ჩაიდანი ვერ ავიღე აი ხელი აღარა მაქვს რა რაღაცა მოტეხილი მქონია რას მეუბნები ხო ხელი აღარა მაქვს ხო და ვარ ესე ეკაც სადღაც წავიდა ჩემთვის რა სასაცილო ამბავია არა სასაცილოს კულმინაცია ალეკოს წესი აქვს სახლში რომ მოდის გვიან მირეკავს რამე ხო არ წამოვიყო და სპექტაკლი დამთავრდა და მირეკავს რამე ხო არა ალიკო არაფერი არ წამოიღო მეთქი მაგრამ მანქანას ვაყენებ და სადგომში და მანქანა არ დააყენო მეუთხარი გონი ხელი მოვიტეხე მეთქი და შენი მერი პოპინსი დედა რა შევი გაწო რა დაადებენ ალეკო ან დაადებენ და ან ნებამადებენ რაღაცას გაწო რა რა უბრალოდ ეს იყო ციტატა ყუები ხო გაქვს ურა რამდენი არ დამღუპო რაღა დაგიმალოთ და ისეთი კარგი სტუმრები იყავით ახლა ნამდვილად აი მართლა ისეთი კარგი სტუმრები იყავით მახარობლიშვილები რომ მეორე თუ გვესტუმრებით ძალიან მოხარობლიშვილები ვიქნებით შენ მოიხარე და შენ გადაიხარე დიდი მადლობა ჩვენი სტუმრები იყვნენ მახარობლიშვილების ოჯახი და შეერხანაგებო